დააშალა. და მეკო რამოდენა 60-დან, ზეც ამასოს იხსენებს ეკლესია. ადამის 60-დან გამოდენა. და ისე წიროდა ადამი მთელი საყორო მასთან ერთად გლოვობდა. მისი მოთხოვნაზე ყველაფერს ესწოდა. და მას არ ქონდა არანაირი ნუგეში და გამწადებული იყო მისი შვილი, როგორი 60-ე დაკარგა, მერთან ურთიერთობა დაკარგა. 60-ეს ემდენად აღზრუნდა, რამდენადაც ის სიტყვა ახსენებოდა, როდესაც მასთან გვერდით მოდიოდა და ესაუბრებოდა. ამაზე თქმული არაფერი არ არის. ეს არის სასუქებელი, ეს არის 60-ე. ეს არის ბედნიერება და სიხარული, მერთან ურთიერთობა. ყველაზე მეტად ადამიანი იმის შეეშინება, ვირც ვერ სწორდება და ჯოჯოხეთში წავა. უპირველეს ყოვლისა ის უფრო მეტად გაამწარებს, რომ მერთან ურთიერთობის საშუალება დაკარგა. ეს უნარი დაკარგა. შესაძლებლობა ეს აერთვა. ამიტომ ყველაზე მეტად იონე კოპირი ამბობს, რომ ჯოჯოხეთს მეტი სიწარე აქვს იმას, რომ ჩვენ თუ დავკარგავთ მერთან ურთიერთობას. იმედად კბილია და სამოა ქრისტესთან ერთობა, რომ ჯოჯოხეთის საფრთხე იმასთან არაფერი არ არის. ისე დიფიუზ მოგოღებთ ჩვენ ეს თუ ჩვენ ქრისტესთან ურთიერთობა დავკარგავთ. მაგრამ თუ ამას ამ წუთში ჩემს სიტყვაში ვერ დარწმუნებთ, იმიტომ რომ ქრისტეს სიყვარული არის ციტა. და თუ გეცოდინებოდა ქრისტეს სიყვარული, ყველაფერს გააკეთებდეს იმისთვის, რომ ქრისტე არ დაგეკარგა. და ყველანაირ შესაძლებლობას გამოიყენებდით მასთან ერთობისათვის. ამიტომ ცოდვა გინდა მცირე იყოს და ნახეთ, გინდა მცირე და გინდა დიდი, ყველა საჭიროებს მიტევებას. სახარებაში როგორია? 50 დრახმა ხონდა, ერთ და ერთ 5,000. მაგრამ ვერც ერთ ვერ გადაიქცია, ვერც 50 დრახმის გადახდელი შეძლებდა, რომ გაეცორებია მალი თავის მოკისთვის და მithmetet ეს 5,000. ერთის დაიჯერდა და მეორეს, რომ მერტის მოწყალება არ გაიგო. ანუ მერტის მოწყალება ყველა შეიძლება. ნუ ვიფიქრეთ, რომ ვიღაცას მძიმებსობრები არ გვაქვს, ამიტომ სინანული მაინც არ არის ერთი საჭირო. ყველასთვის არის სინანული. თუ არ იქნება სინანული, სწორება არ იქნება. იმიტომ რომ მცირე ვარსაც ვერ გადავიდეთ. ჩვენ ასა უნდა იყოს. ადამიანი ყოველდღე სწორობს. მცირე რაღაცით ყოველთვის რაღაცას აშალებს. ეს სწორები ყოველთვის ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ჩვენი შვილის დაურვისთვის ეს საშიშია. ყველა ცოტა საშიშია. გინდა ეს მცირე იყოს და გინდა დიდი. ამიტომ ყურადღება უნდა მოიგრძნოს ადამიანმა. და რა იყო მიზეზი? დავით მეფსალმუნი აფენა მეფე იყო. უდიდესი სიწმინდის მატარებელი. და რა იყო მიზეზი ისა, რომ და შესწორდა? უყურადღებობა. ყურადღება მოაგვნა საკუთარი თავის მიმართ. და დაუცველი გახდა მისი მხედველობა. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ყურადღებით აღწევს, საფრთხემდე იცავს, რასაც არ უნდა უყურებდეს, ყველაფერს წინათ უყურებს. და სწორედ დაუცველი გახდა მისი მხედველობა და შეხედა რა ქალს, ბერსაბეს, ურიას ცოლს და მოეწონა და მასთან დაეცა სიზით, რომ უშოვდა. და რა გააკეთა? ამ დროს ებრაელები სწორობელებთან ჰქონდა ომი. ეს მისი ქმარი ურია ომში იყო წასული. და ამ მეფეს როგორი ახლა მაშინ ჰქონდა უსუფლება, ძველი ახლა იყო. მრავალი ცოლი ყავდა და 1000 მარტო ხარჯა ყავდა. ხარჯა 1000 ხარჯა. როგორია? ესეთი ადამიანი თქვათ დაეცა ვიღაც და არის მეზობელთან, არის მეგობრის ცოლთან. და მას ჰქონდა უფლება ამ შემთხვევაში, რომ მასთან ურთიერთობა ჰქონოდა და ის ხარჯა მოეყალა, ამსულა მოეყალა. თუ მისი ქმარი მყარი იქნებოდა. ამიტომ დავნერებული იყო ნახეთ ცოდა როგორ დაავნერა აფენა მეფის გონება. რომ ზოლის ვერზე თავარ საფრთხთან გააგზავნა კაცი და უხარ რომ ურია ისეთ ადგილზე ზოლის ადგილზე შეუშიო, რომ აუცილებლად ამით უნდა რომ მას ცოდა დაეყარა. და თითქოს მისი დანაშაული შეცდომა ცოდვა არ იყო, იმიტომ რომ მისი ქმარი მყარი იყო. ანუ უნდა რომ მისი ქმარი ზოლის ვერზე უნდა იყო და მართლაც მოხდა სასწავლებელი ესე ადგილზე გაუშვეს, რომ ზოლის დროს აიღობა. მაგრამ ეს არ ამართლებდა მეფეს, იმიტომ რომ სოციალი იყო, სანამ ეს ამავე მოხდებოდა, ეს სული ამავე, მაგრამ ეს სოციალი იყო, რამის უწევდა მას არ ხდება. მაგრამ როგორია, აფენა მეფე ისე შეცდა, რომ უნდა რომ ეს გაემართებინა თავის აქციები. და დიდი ხნის განმავლობაში ამას ყურადღებას არ აქცევდა. ამიტომ მეფმა გააგზავნა ნათან წინასწარმეტყველი. და ნათან წინასწარმეტყველი ეუბნება, რომ მეფეო, რაღაც მინდა გითხრა. მიხარიო. და ორი კაცი იყო, ერთმანეთის მეზობლები იყო.
ერთო 10,000-ობით სვარი ყავდა. მის მეზობელს ერთი პატარა ბაკანი ყავდა, რომელიც ძალიან უყვარდა და ულიდა ეკელებოდა და სინიოს არაკარებდა. და ამ მეზობელს ისაც ძალიან დიდი ფარა ყავდა. სტუმრები მოუვიდა და შეენა თავის ფარიდან სვარი დაეკრავა და იქაც წაართვა სვარი ესეთი ბაკანიო, ის დაუკრა სტუმრებს. და რისი არის ესეთი ადამიანი და დაბრაზდა ეგეთი ადამიანი სიკვდილს იმსახურებს. და შეხარ ეგეთი ადამიანი ვარ. მრავალი სოლი და მარცა ყავდა, ბევრიას ერთი სოლი ყავდა და ის საერთოდ და ურიადიკე 100 კილო დაიმეტება. და რას ამბობს ეს დავიწყდა სამწუხარო. სოდე უფლის წინაშე. აი დამინდული დონება გაიქ, სადაც თქვა, რომ სოდე და აღიარა თავის დანაშაულს. და ასე უბრალოდ რათაც ინასწორებელი. აღიარა მაშინ ვერტას მოგიწევს. როგორი? ესეთი დანაშაული ერთი აღიარებით ებადია მე. აი ეს არის სინამდვილის ძალა, მაგრამ ის პერიოდული ეკლამს. მისგან შეეძინა სოლომონის ძენი, ამ ბერსაბესა, თავის ინასწორებელს. ამიტომ დავითმა გადაწყვიტა, რომ აზარია იყო და